თუ ვინმეზე შეიძლება რომ კარგ ფორმაშია თქვა, აქ ვნახოთ რა მოხდება. მამუჩაშვილი შორიდან გასროლა და გიორგი ლორია ეუფლება ბურთს. ნიკა ნინუა ბურთთან, ნინუას გადაცემა მარცხნივ, ნანაკოფი დონკორი მიიღო ბურთი დინამოლთან მე-17 ნომერმა. გრძელდება შეტევა არაბიძე მის წინააღმდეგ, დონკორი საჯარიმოშია, მარტივად მოატყო არაბიძე, თუმცა ბურთი გაექცა, მოდის ფარგლებს გარეთ. კი ბატონო, უნდა გაჩერდეს შეხვედრა. კიდევ ერთხელ ნინუამ ძალიან კარგი პასი გააკეთა. ხარებაშვილს ალბათ უფრო წინათ შეეძლო შესვლა, მაგრამ საკმაოდ სახიფათოა ტორპედოს აი შემტევი ხაზი და ფრთხილად უნდა იყვნენ დინამოელები. ნინუას გადაცემა დონკორი, პასი საჯარიმოში და მათე ვაწაძე. აქაც თამაშგარეთ მდგომარეობა. არაბიძის გადაცემა, კარგი მომენტი აქვს ტორპედოს დარტყმა და ლორიას მოგერიება. კომნენ ანდრიჩ შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა გიორგი ლორიამ შესანიშნავად ითამაშა და გადაარჩინა დინამო თბილისი. კიდევ ერთხელ გავიდა ასეთი გადაცემა და კომნენ ანდრიჩს აჯობა გიორგი ლორიამ. ურდიცაც გაასწრო კომნენ ანდრიჩმა და ხედავთ ამ ეპიზოდს. ვერდგება აბდულა იორო. ინუა იორო გრძელდება იერიში, ვაწაძის გადაცემა, დონკორი მიიღო ბურთი დარტყმა და ცოტნე ნადარაია იგერიებს ბურთს. კიდევ ერთხელ ძალიან კარგი შეტევა გამოუვიდა დინამოს. ვაწაძემაც საკმაოდ ჭკვიანურად იმოქმედა. ვაწაძის პასი. დონკორის დარტყმა, არაფერი. უბრალოდ აბდულა იორო და არაოსე იოროს გადაცემა, კარგი პასი მარცხენა ფლანგზე გრძელდება დინამოს შეტევა, პასი საჯარიმოში და მატეი შიმბიჩი ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა ტორპედოს მე-4 ნომერმა და გადაარჩინა თავისი გუნდი. ამ ეპიზოდში არ არის თამაშგარე მდგომარეობა, ნადარაია იყო აქ ჩარჩენილი და ხარებაშვილის ძალიან კარგი პასი, თუმცა აი ეს გამჭოლი გადაცემა ჩაჭრა საბოლოოდ მატეი შიმბიჩმა. შანსი დინამო თბილისს, კარგი მომენტი. ახლა უკვე ქუთაისელთა კართან კუთხურს მოაწვდიან დინამოელები, რომელსაც შეუძლია იგივე ინდივიდუალურად გამწვევა სიტუაციის და პლუს ამას გუნდშიც ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და შეუძლია კარგად ჩაჭდეს გუნდურ სიტუაციაში. ფელიპე პირესის პასი, დარტყმა შეიძლება და გადარჩა დინამო ამ ეპიზოდში საოცარი მომენტი იყო და ქუთაისელებმა ანგარიში ვერ გახსნეს. კომნენ ანდრიჩია ეს ფეხბურთელი, რომელსაც გატანა ვერ მოახერხა. საოცარი მომენტი. უნდა დაწინაურებულიყო ტორპედო და ანდრიჩმა ბურთი მოარტყა ძელს. დაუჯერებელი ეპიზოდია ნამდვილად. მამუჩაშვილმა იდეალურად იმოქმედა, შორეული ძელისკენ გააკეთა გადაცემა, სადაც ანდრიჩი იყო, უბრალოდ რომ არც დაერტყა და მოხვედროდა ბურთი, პირდაპირ შევიდოდა კარში. თხავას. ისევ ონომა. დინამოელთა შეტევა, ნახოთ როგორ გაგრძელდება, დარტყმა კარისკენ და გამაჯერებელი საჯარიმოში თუ იქნება ბრძოლა, არა, შერიფი პასი არაბიძეს. არაბიძე გარეთ ერფით გააკეთა გადაცემა და ძალიან კარგი პასი. ნახოთ რა მოხდება, ლორია გამოვიდა კარიდან დარტყმა და 1-0 ტორპედო დაწინაურდა. ფელიპე პირესი გოლის ავტორი ქუთაისის ტორპედოს 70-ე წუთზე გადის წინ. ფელიპე პირესმა შეასრულა ძალიან მაგარი გადაცემა. ხედავთ კიდევ ერთხელ არ იყო ჩემი აზრით აქ კარის დატოვების საჭიროება საერთოდ, იმიტომ რომ ნუმან კურდიჩიც მოყვებოდა. უნდა ვთქვათ ფელიპე პირეს, აი კიდევ ერთხელ სხვა კადრი არის საჭირო ამ გამეორებაზე. აი აქ უგრეხელიძეც მიყვება ფელიპე პირეს და ნუმან კურდიჩიც არის ის ფეხბურთელი, რომელსაც თუ გაცდება აი პეტარდი ისროლეს დინამოს კარის მიმართულებით. კიდევ ერთხელ 1-0 ტორპედო იგებს. ოსეის გადაცემა, ონომა მიიღო ბურთი, კიდევ ერთი გადაცემა დანიელ კვარცხავაზე. კვარცხავა, ნახოთ რაც მოიფიქრებს.
სრულმოძრაობა კარგი იყო, პასიც გააკეთა სირაძე, კვარცხავა, კარგი კომბინაცია, კვარცხავა, პასი საჯარიმოში და აქაც გადარჩა ქუთაისის ტორპედო, შესანიშნავი თამაში უკვე ხარაიშვილის გადაცემა რამუში გრძელდება შეტევა, ჩაწოდება საჯარიმოში და 1-0 ტორპედო იგებს დინამოს კუთხური ჩაწოდება საჯარიმოში. სორიმანე მითამაშა თავით, მამუჩაშვილი პირველი იქნება ამ ბურთთან. მარცხნივ გადაცემა და მორიგი მცდელობა დინამო თბილისის. როდრიგო რამოში, სირაძე, შორი მანძილი და დარტყმა და ფილიპ კლიაიჩმა გადაარჩინა ამ ეპიზოდში ქუთაისის ტორპედო. ძალიან მაგარი მომენტი. აი ესე მარტივად გათამაშებული კომბინაცია სირაძესთან, შორი მანძილიდან გაუშვა ბურთი კარისკენ და კლიაიჩმა გადაარჩინა ქუთაისის ტორპედო. ქუთაისის ტორპედოსა და იბერიას შორის. პირველად დამარცხდა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი დინამო თბილისი მიმდინარე სეზონში.